თუ გაქვს ტატუ ან ფიქრობ ტატუს გაკეთებას, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იცოდე. გიფიქრე რა, როდესმე რატომ ხდება ისე, რომ მელანი ჩვენ კანქვეშ მოხვედრის შემდეგ არ იხსნება ორგანიზმში, არსად არ მიდის და შესაბამისად ტატუც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მელანი ჩვენი ორგანიზმისთვის არის უცხო სხეული. შესაბამისად, როგორც კი ის ხვდება კანქვეშ, ჩვენი იმუნიტეტი იწყებს მასთან ბრძოლას. აგზავნის მილიონობით, მილიარდობით მაკროფაგს იმისთვის, რომ მელნის მოლეკულები გაანადგუროს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მელნის მოლეკულები არის საკმაოდ დიდი. შესაბამისად, მაკროფაგები ვერ უმკლავდებიან მას და იხოცებიან ამ ბრძოლაში. ამ მკვდარი უჯრედებისგან იქმნება ერთგვარი გარსი, რომელიც ტატუს აუფერულებს, გექნებათ შემჩნეული. მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თქვენი ორგანიზმი ან თქვენი იმუნიტეტი აგზავნის მაკროფაგებს, რომლებიც იხოცებიან, შემდეგ კიდევ და ეს გრძელდება მთელი ცხოვრება. ლაზერი თავის მხრივ იმიტომ მუშაობს ესე კარგად და იმიტომ შლის მარტივად ტატუებს, რომ რეალურად ლაზერი ტატუს კი არ შლის, მელნის მოლეკულებს შლის და ამ პატარა ნაწილაკებს შემდეგ მაკროფაგები უფრო მარტივად უმკლავდებიან. შენი აზრით, ეს აძლიერებს თუ ასუსტებს იმუნიტეტს? დაწერე კომენტარებში.